დღეს ჩვენ ერთხელ ჩავთვითქონ და შესაძლებლობა ძალიან საინტერესო იყო მასში საუბარი და მინდა რომ მივყვეთ ამ თემას, აი დღეს აფხაზეთის ომიდან, ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა და რა ხდება დღეს აფხაზეთში ამ მხრივ თქვენ როგორც კონფლიქტების კვლევარი როგორ უყურებთ, როგორ ხდება ოკუპირებული აფხაზეთი ომის დაწყების 34 წლის თავს? მოგესალმებით კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის, ჩვენთვისაც პატივი არის რომ დღეს აქ ვიმყოფები ესეთ ჩვენთვის ტრაგიკულ დღეს, როგორც მოგეხსენებათ 34 წლის წინ დადგა საქართველოსთვის. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე რაღაცნაირად გამარჯვების დასაწყისი არის აფხაზური მხარისთვის, მე მიმაჩნია, რომ მათთვისაც ეს სინამდვილეში ტრაგიკული დღე არის, რადგანაც ის სახელმწიფოებრიობა, რომელზეც მათ აქვს პრეტენზია და ის სახელმწიფოებრიობა, რომელზეც ისინი საუბრობენ, რუსული სტრესის, რუსული წნეხის ქვეშ არის და ეს წნეხი კიდევ უფრო მეტად ძლიერდება. თქვენ სწორად აღნიშნეთ მაგალითად, რომ რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა აფხაზეთში და ეს ნათელი არის მას შემდეგ, რაც ერთი კურატორი შეიცვალა მეორე კურატორით, კირიენკო უფრო ჭკვიანი პოლიტიკოსი არის, კირიენკო უფრო მოქნილი პოლიტიკოსი არის, როგორც მოგეხსენებათ, ის აფხაზეთში არის დაბადებული და მას კარგად ესმის აფხაზური მენტალიტეტის ნიუანსები და ეს ამას ძალიან კარგად იყენებს. თუმცა ასევე სწორად იყო აღნიშნული, რასაც ასევე გეთანხმებით, რომ რაღაცა კანონები, რომელსაც ჯერჯერობით აფხაზური საზოგადოება მეტნაკლებად თავიდან ირიდებს, თუნდაც იგივე უძრავი ქონების პრივატიზაცია, რაც ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის მათი სახელმწიფოებრიობის, როგორც ისინი თავად აღიქვამენ ამას. იგივე თუნდაც ეს ყბადაღებული ჩვენთვისაც ნაცნობი აგენტების კანონი, იგივე თუნდაც რუსული ბიზნესისთვის გამარტივება და ეს ერთ-ერთი სქემა იყო ასევე, რომელსაც პრინციპში მერე ბჟანიას გადაყენებაც მოყვა და ეს კანონები ეხლა თითქოს მიჩუმათებული არის, ამაზე არ მიდის საუბარი და წინა ფონზე არის წამოწეული, მაგალითად იგივე ენის გადარჩენის კანონი, ახალი დე-ფაქტო ლიდერიც ბადრა გუნბაც უფრო მეტნაკლებად სტაბილურ წყნარ შვიდ სიტუაციას ინარჩუნებს და მაინც და მაინც რაღაცა ძალიან მკვეთრ ნაბიჯებს არდგამს, მაგრამ ეს ყველაფერი რაც მიძინებული არის, რა თქმა უნდა, ამას რუსეთი რაღაც დროს აუცილებლად დაუბრუნდება, მას შემდეგ რაც სპეციალურ მოსამზადებელ ნაბიჯებს გადადგამს და უკეთ შეამზადებს საზოგადოებას იმისთვის, რათა მათ აფხაზურმა საზოგადოებამ ეს მათთვის კინოეული დათმობები გააკეთოს. ხა რომელი კანონი იქნება პირველი, რომელს მოაბრუნებენ, თემას მოაბრუნებენ პირველს ამის გამოცნობა რთული არის, მაგრამ აი ეს ასე თქვა თაფლობის თუ რომელშიც არიან ახლა კირიენკო რუსეთის სახით და აფხაზური ადგილობრივი ელიტა, რომ დიდხანს არ გაგრძელდება ეს შემთთვის ნათელი. ტაქტიკის შეცვლის ნაწილი მათ შორის იყო ის, რომ მაგალითად ბოლო დაპირისპირების დროს რაც ხდებოდა ბჟანიას კარზე, ბჟანიას გარშემო მასთან აპირისპირებული იყო ესეთი საკმაოდ ადგილობრივი მასშტაბით საკმაოდ ძლიერი ძალები და როგორც ფინანსურად ისე პოლიტიკურად, ხო? და მათ ყავდა თავიანთი პატრონები. აი მე სულ ვაკვირდებოდა ამ დაპირისპირებას რამდენიმე თვე გრძელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური კრემლის პოზიცია იყო ბჟანიას ხარდამჭერი და მეტიც ბჟანი აკეთებდა იმას, რაც მას კრემლი სთხოვდა, ეს შეეხებოდა საკუთრების შესახებ კანონს და აპარტოტელებს, უფრო მეტად საკუთრების ნაწილს. ამას ერთად მაინც თამამად მოძრაობდნენ მასთან დაპირისპირებული ძალები, იმიტომ რომ მათ ყავდათ საკუთარი მოკავშირეები მოსკოვში. აი საბჭოთა მოდელი, რომ იქ ვიღაცას თავის პატრონი ყავს, ხო? კი ბატონო, მე მიესწრება სადღაც, მაგრამ იმას სხვაგან მიესწრება. ახლა თითქოს აი ბოლო არჩევნების შემდგომ, როცა ვიცე-პრეზიდენტი უცებ არსაიდან გამოაძრულნეს ეს ბადრა გუმბა, ხო? რეალურად არსაიდან არა, მაგრამ იყო ვიცე-პრეზიდენტი, მაგრამ არ ჩანდა არასდროს არაფერში. პოლიტიკურად აქტიური არ იყო. პოლიტიკურად აქტიური არ იყო. თითქოს აი პრობლემის არსის დაინახეს მოსკოვში, ეს რომ მისასვლელები ჩაკეტეს. და ყველაფერს წყვეტს კირიენკო. სწორია, ასე თუ მაინც ჩანს რაღაცა წინააღმდეგობა, დაბალი ინტენსივობის მაინც. არა, წინააღმდეგობა მე ვფიქრობ, რომ ჯერ არ აქვს დაძლეული რუსეთს და ამ მხრივ სამუშაო აქვს. წინააღმდეგობა რო დაძლეული ყოფილიყო, მაშინ ლოგიკურად ხდება კითხვა სტრატეგიის შეცვლა რა საჭირო იყო. რადგან სტრატეგიის შეცვლა საჭირო გახდა, ესე იგი რაღაც წინააღმდეგობა ჯერ კიდევ არსებობს და უბრალოდ სხვანაირად მიუდგა რუსეთი, როდესაც ტაქტიკა შეცვალა ცოტა კვიანურად მიუდგნენ. საკმაოდ კვიანურად მიუდგნენ, გაითვალისწინეს აფხაზური მენტალიტეტის, გაითვალისწინეს ისიც, რომ ბჟანიას თუნდაც თავისი კორუფციული სქემების გამო, რომელშიც ის გახვეული იყო და ბჟანიამ დაკარგა ეს რაღაც ეროვნულობის ნიშანიც აფხაზური საზოგადოების თვალში, რადგანაც ფაქტობრივად ბოლო 1 წელიწადის განმავლობაში მისი პრეზიდენტობის ყველა ნაბიჯი, რომელსაც დგამდა, აშკარად ღიად პრორუსული ნაბიჯი იყო აფხაზებისთვისაც კი, ანუ აფხაზების პერსპექტივიდანაც კი ზედმეტად პრორუსული ნაბიჯები და მას უკვე პირდაპირ აღიქვამდნენ რუსეთის კაცად მეტიც, ხუმრობებიც კი დადიოდა და მე მგონი ხუმრობაში დიდი სიმართლეც დევს, რომ ის მოსკოვში უფრო დიდ დროს ატარებდა ვიდრე აფხაზეთში და ეს რა თქმა უნდა მიუღებელი იყო აფხაზური საზოგადოებისთვის და ეს ინვესტიციების
კანონი ეგრეთ წოდებული ბოლო წვეთი გამოდგა. თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოპოზიციასაც ყავს თავისი ასე ვთქვათ ბიზნეს მხარდაჭერები, რომელიც ფინანსურად ოპოზიციას ეხმარება და აქ შეიძლება კითხვა, როგორ ბედავს მაგალითად ეს ხალხი წავიდეს ღიად რუსული ინტერესების წინააღმდეგ, თუნდაც იქნება ფინანსური ინტერესების წინააღმდეგ და ამ მხრივ საინტერესო იყო ეს ინვესტიციების კანონი, რომელიც ახლა ჩვენს მაყურებელს რო მარტივად აუხსნა, ახლა დეტალებში არ შევარ ამ კანონის, მაგრამ ის ფაქტობრივად თავისუფლებდა რუსულ ბიზნესს იმ გადასახადებისგან, რომლის გადახდაც ადგილობრივ ბიზნესს მოუწევდა. ახლა ვიცით თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ეკონომიკის პრინციპები კარგად ესმის, ხვდება რომ თუ მაგალითად თქვენ გაქვთ რაღაცა საწარმო, მე მაქვს რაღაცა საწარმო და თქვენ გადასახადებს არ იხდით, რა თქმა უნდა თქვენ უფრო იაფად შეძლებთ მიაწოდოთ ეს პროდუქტი, რასაც აწარმოებთ ბაზარს, მოხმარების ბაზარს, მე უფრო ძვირი დამიჯდება ეს ყველაფერი, შესაბამისად ეგრეთ წოდებული დემპინგი მოხდება, თქვენ მოახდით ჩემს დემპინგს და ჩემ ბიზნესს შავარდება. ამას კარგად მიხვდნენ აფხაზები, კარგად იმუშავა, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციურმა მედიამ, რომელიც დიდწილად სხვათა შორის ისევ ევროპული ფონდების, რომლებიც ჯერ კიდევ ბჟუტავს აფხაზეთში მათი დაფინანსებით მუშაობს და გამოჩნდნენ ადგილობრივი ბიზნესმენები, რომლებიც მიხვდნენ, რომ ეს მათი წინააღმდეგაც გადადგმული ნაბიჯი არის, კი ბატონო. ანუ მთელი ეს ბჟანეს წინააღმდეგ მასშტაბის გადატრიალება სწორედ აქედან დაფინანსდა, ხო? კი, ანუ ხა მე რა თქმა უნდა გამჭირდება ზუსტი რიცხვები დავასახელო. აქ აშკარად იყო ვინ ჩანდა ამ ყველაფრის სახე იყო ეს ადგურ არძიმბა, ადგურერი ხო? ადგურ არძიმბა, რომელიც უკანაც რაულ ხაჯიმბა ეს იყო. არა, ანუ ადგურ არძიმბაზე უფრო მეტად რეალურად სამოქალაქო საზოგადოებამ იმუშავა კერძო ბიზნესმენებმა და მათ მოახერხეს მედია კამპანიის აგორება, რომელსაც შეუერთდნენ მათ შორის ომის ვეტერანები. მაგალითად იგივე აგენტების კანონზე ზუსტად იგივე იყო და მე სულ მახსენდება ხოლმე ამ კანონთან დაკავშირებით ერთ-ერთი ომის ვეტერანის კობახი არის მის გვარი ალბათ ყველას გეცოდინებათ. თქმა რომ მისი ძმა როგორც ჩანს რაღაცა არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხება, თუ თავისი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს, ხარ მინდა შეცდომ მithქვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეხება აქვს და მან თქვა რომ ვინ გამიბედავს და ვინ მოვა და მაშინ იყო ეს აგორებული ეს თემა, როდესაც ბჟანიამ კიდევ ერთხელ შეიტანა პარლამენტში ეს კანონი განსახილველად. მან თქვა რომ ვინ გამიბედავს და ვინ მოვა და ვინ მეტყვის რომ აი ჩემს ძმას აგენტის სახელი უნდა ეწოდოს. და ასე რომ როდესაც ომის ვეტერანებს იქ სამწუხაროდ ჩვენგან განსხვავებით ომის ვეტერანების სიტყვა საკმაოდ გავლენია უფრო დიდი ფასია. ცალკე ძალა არის პოლიტიკური მაშინ ომის ვეტერანები ცალკე ბიზნეს სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მედია რამდენიმე, რომელიც ჯერ კიდევ მეტნაკლებად ინარჩუნებს დამოუკიდებლობას. აბაზატივია, გალის ტელევიზიები. Telegram და Instagram-ზე და სოციალურ ქსელებში. ინფორმაციის მიღების თავი წყარო არის მაინც ეს Telegram ჯგუფები და Telegram ჯგუფები არის ნომერ პირველი. Telegram ჩვენთან ამდენად პოპულარული არ არის, ჩვენთან უფრო Facebook და Instagram მეტას პროდუქტები რაც არის. იქ Telegram-ი წამყვანი ანონიმურობა ბევრად უფრო შესაძლებელია Telegram-ში. ერთი მხრივ ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვანი წყარო არის და მეორე მხრივ რუსები საკმაოდ კარგად იყენებენ ამას, რომ დეზინფორმაციას გაავრცელონ და თუ მაგალითად ვინმეს გაშავება უნდა თქვენ იგივე ადგურ არძიმბა ახსენეთ, რომლის გაშავების და ამ სამოქალაქო საზოგადოების გაშავების ძალიან დიდი კამპანია მიდიოდა ზუსტად ანონიმური არხებით Telegram-ზე, რომელიც მერე გამოაშკარავდა და ეს ხალხი თვითონ აფხაზეთის ტერიტორიაზე იპოვეს რუსი პოლიტექნოლოგები, რომლებიც Telegram არხების საშუალებით და სხვა სოციალური ქსელების დიდი თემა იყო ძალიან. ეს ძალიან დიდი სკანდალი იყო, კი რა თქმა უნდა. და ყველა მის ხალხი ცემეს მერე შეუვარდნენ და ცემეს. ყველა მიცოდა ეს რუსეთის მიერ ფინანსდებოდა მათი გაშავების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს ხალხი ეწინააღმდეგებოდა იმ კანონებს, რომელიც რუსულ ინტერესებში იყო. ყველა მიცოდა რომ ეს რუსეთისგან ფინანსდებოდა, მაგრამ ამის მაინც ესე ცოცხლად დანახვამ, რა თქმა უნდა, თავისი ეფექტი საზოგადოებაზე მოახდინა. ასე რომ ისევ სტრატეგიას რო დაუბრუნდეთ, ხო, რუსეთის აი ეს ყველაფერი ახლა რაც მე და თქვენ ჩამოვთვალეთ და რაზეც ვისაუბრეთ, აჩვენებს რომ რუსეთს ჰქონდა პოლიტიკური ნაბიჯების თვალსაზრისით გარკვეული წარუმატებლობა ბოლო წლებში და ნუ ბჟანიამ ვერ შეუსრულა ის ფუნქცია რუსეთს, რომელიც მას სურდა მოიყვანეს უფრო უკეთესი მე ვფიქრობ ალბათ მენეჯერული თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი გულმბას გულისხმობ და ტექნოკრატი როგორც ვინახავთ. ამ კაცს ინახავდნენ მაგ თანამდებობაზე. თუ მე როცა ეს კრიზისი დადგა, იმიტომ რომ რა მოხდა, გადადგა ბჟანია და ფორმალური თვალსაზრისით მოვალეობა უნდა შეესრულებინა ვიცე-პრეზიდენტს. ვიცე-პრეზიდენტობა პრაქტიკულად ბაღაბშმა და ხაჯიმბა რო გაიყვეს, მაგის მერე პოლიტიკური წონა მაგ თანამდებობამ აღარც ქონია, ხო რა, ფორმალური იყო ხოლმე.
და ინახავდნენ უფრო და ჰქონდა თუ მე გამონახეს და თავის ფასს დაანახა. ეს როგორ გამოიყურებოდა შორიდან ეს ყველაფერი. თვითონ ამბა ადამიანს ხო ბადრაგუნბას საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია, ну პირველ რიგში ისიც რუსეთში არის, რა თქმა უნდა, მასაც რუსეთში აქვს განათლებაც მიღებული და რუსეთში მუშაობდა და ფაქტობრივად არასოდეს მიუხედავად იმისა, საკმაოდ მაღალი პოზიციები ეჭირა, მას ის არასდროს არ აღმოჩნდა გახვეული და ჩართული და ასოცირებული აი ამ კორუფციულ სქემებთან, რის გამოც ხელისუფლებას აფხაზური საზოგადოება მუდმივად აკრიტიკებდა ხოლმე. რაღაცნაირად მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდის წევრი იყო, რაღაცნაირად თეთრად გამოვიდა, ანუ არ გაერია. სუფთად გამოვიდა უბრალოდ, ხო. სუფთად გამოვიდა და მას ჰქონდა, იმიტომ რომ ეს არ იყო მაინც და მაინც სუფთა წყლის პოლიტიკოსი, უფრო ტექნოკრატი ადამიანი იყო. აი რუსეთში არის ამის ანალოგი, მაგალითად მიშუსტინი პრემიერ-მინისტრი, რომელიც პოლიტიკურ განცხადებას ფაქტობრივად არ აკეთებს, მაგრამ რეალურად რუსეთის მართვის, ანუ მენეჯმენტური ნაწილი, მენეჯერული ნაწილი მის ხელში არის. ანუ ეს პოლიტიკურად საშიში არ არის. ანუ პუტინი რო ფორმალურად არ მოკვდეს ან გადადგეს ბოლო შესრულს პრემიერ-მინისტრმა, ანუ მიშუსტინმა და ყოველთვის გასაგებია რომ მიშუსტინს ეს ამბიცია, ну ყოველ შემთხვევაში ეს მოლოდინი ეგეთებს გაშენიათ ამბიცია, მაგრამ ну ამ შემთხვევაში ხო ამბიციის მხრივ ამას არ ასხივებს რა, ეს არ არის პოლიტიკური ფიგურა. ხო, არ არის პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ არ არის პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ აქვს პოლიტიკური პოზიცია. ანუ ესეთ ხალხიც არსებობს და დაახლოებით ეს როლი ქონდა ახლა სად რუსეთის მასშტაბებისად აფხაზეთის, მაგრამ ну შედარებისთვის, ანალოგიისთვის ეს ფუნქცია ქონდა ბადრაგუნბას დაახლოებით და ამიტომაც იყო რომ იმ ხალხმა, რომელსაც გადააგდო ჟანია, ისევ ჟანიას გუნდიდან ბადრაგუნბა აირჩია უფრო მეტნაკლებად უმტკივნეულოდ და საკმაოდ დამაჯერებლად მიუხედავად რუსეთის ჩარევისა, როგორ ჩანს, რადგანაც ოპოზიციასაც მაინც და მაინც დიდი პროტესტი არ გამოუვლენია, როგორ ჩანს მაინც მოიგო ეს არჩევნები დამაჯერებლად და სიტუაცია ახლა ისეთი არის, რომ ჯერჯერობით რაღაცა ისეთი მკვეთრ ნაბიჯებს არ დგამს, მაგრამ მე არ მგონია რომ დიდხანს ასე გაგრძელდეს და მას აუცილებლად მოუწევს უკვე რაღაცა კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაც. აი ხს მენეჯერული ფუნქციები ვახსენეთ და არ ვიცი გუნბას მენეჯერული ფუნქციები ჟანიას პრეზიდენტობის დროს როგორ იყო, რა სფეროს კურირებდა, მაგრამ აშკარად გამოიყურებოდა რომ თუ შევხედოთ 90-იანი წლებიდან ამაზე ღიად არ ლაპარაკობენ ხოლმე, მაგრამ როგორ იყო აქეთ არძიმბა ხანგრძლივად იყო ნუ ქმედუნარიანი თუ ქმედუუნარო, მაგრამ პრეზიდენტის თანამდებობაზე და არსებობდა მასთან დაპირისპირებული და მის კლანთან დაპირისპირებული ხალხი, რომელიც ასევე ომის ვეტერანები იყვნენ. ეს იყო ბაღაფში, ეს იყო ანქვაბი, არძიმბას ბანაკად უფრო მეტად მიიჩნეოდა ხაჯიმბა. ეს დაყოფა მათ შორის ახლად შეიმჩნევა თუ არა, რაღაცნაირად იყოფა თუ არა აი ამ მიმართულებით ძველი თაობა როგორ იყოფა და ასევე ანქვაბი განსაკუთრებით უნდა ვახსენოთ, რომ თუ ვინმე იყო მთელ ამ ჯგუფში ყველაზე ფუნქციური მენეჯერული თვალსაზრისით, მათ შორის კადრების სამჭედლო, ახალი კადრები ვისაც შეეძლო რომ მოიყვანა, ხო? ესეთი იყო მათ შორის ანქვაბი, რომელიც ბოლოს რაღაცნაირად ცოტა ასაკიც დაეთხო, მაგრამ პრემიერ-მინისტრი იყო ჟანიას მთავრობაში, ხო, ეგრეთ წოდებული, მე მგონი ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს, აშკარად, მაგრამ ის ასრულებდა მენეჯერულ ფუნქციებს, ის ასრულებდა მთავრობის ხმებს ატარებდა ხოლმე. აი ეგ დაყოფა ახლა შეიმჩნევა თუ არა ამ ჯგუფებს შორის, რომელიც შეიძლება აი ბადრიგუნბა, რომელი ბანაკის თუ არც ერთის არ არის, აი ეს შეიძლება თქვა. სად არის ანქვაბი მაგალითად ახლა, რომელიც მე მგონი ეს სხვა ეს არ არის ჩემი მოსაზრება, მხოლოდ სხვა ხალხსაც უთქვამს ექსპერტებს, რომლებიც ამ თემებზე მსჯელობენ. აი ახლა ვადევნებთ ზუსტად აი ამ ახალი გადანაწილების და ახალი თაობების გამოჩენის პროცესს აფხაზეთში. ბადრაგუნბა ახალი თაობა არის, პოსტ-ომის თაობა არის, ну ომამდე დაიბადა, მაგრამ პატარა იყო მაგ პერიოდში. ნელ-ნელა შამბა და სხვა ანქვაბი ეს ხალხი ნელ-ნელა პენსიაზე გადიან და მოდის ახალი თაობას და რეალურად დაიწყება ეხლა მივადევნებთ თვალყურს და ეხლა გამოჩნდება უახლოეს წლებში როგორ გადანაწილდება მათ შორის ძალაუფლება. ამბობენ რომ მაგათად ანქვაბის გუნდზე რომ ის უფრო მეტად დასუსტებული არის ამ შემთხვევაში. მაგალითად ჟანიაზე რომელიც საერთოდ გაქრა დღის წესრიგიდან იყო საუბარი რომ მას სურდა აფხაზეთის ელჩი ყოფილიყო რუსეთში, ბევრმა ისე თქვა სანდო წყარომ დაწერა ამის შესახებ, თუმცა ამაზე მან უარი მიიღო. ისევ იმ გუნდიდან, რომლის ლიდერიც იყო ერთ დროს, ანუ მისი პირადად მისი სახელი და ზოგადად ამ ძველი თაობის სახელი უკვე იმდენად ხო და დისკრედიტირებული არის აფხაზების თვალში, რომ ისინი აი ამ ახალ თაობას თითქოს უფრო მეტი იმედებით უყურებენ, მაგრამ ახალ თაობასთან სხვა პრობლემები ჩნდება, ახლა ეს ახალი თაობა ხო ძირითადად განსხვავებით
უფრო თაობისა ეს ახალი თაობა ხომ მთლიანად თავიდან ფაქტობრივად თავიდან ბოლომდე რუსულ სივრცეში არის აღზრდილი. შესაბამისად, კითხვა ჩდება, რამდენად ლოიალური იქნებიან ისინი ამ ეგრეთ წოდებული აფხაზური სახელმწიფოების იდეის, თუ უფრო მეტად ლოიალური იქნებიან რუსული ანექსიური იდეების და რუსული იმპერიალისტური იდეების. თეორიას, ნაციონალისტურ თეორიას, მოდი ასე ვთქვათ, აფხაზურ ნაციონალისტურ თეორიას, რომელიც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამ აფხაზურ წრეებში, რამდენად ფლობენ საერთოდ, აი მათ შორის რომ აიღო რომელიმე საიტი თქვა წაკითხული ექნება შალვან ირნალიპას წიგნები, რომლებზეც დგას აფხაზური ქართველთ მოძულეობის და სეპარატიზმის საფუძველია, ხო? ეგ ნაშრომები და მთელი ეგ პერიპეტიები, იმიტომ რომ რა არის აფხაზური ნაციონალიზმი საბოლოო ჯამში, მაინც ახალი პროდუქტი არის ამ გაგებით და ამ ნაწილს გასაგები ძველთაობა მეტნაკლებად ფლობდა პერიპეტიებს და ესენი რა მე სულ ვიხსენებ ინალ არძიმბას შემთხვევას, რომელიც ახალგაზრდა კაცი არის, კრემლში გამოზრდილი, გამოჩეკილი, რომელიც გააგზავნეს ბჟანიას მთავრობაში, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი. აშკარა იყო რა რომ ეს გადაღლა კრემლიდან ამ ბებერი აფხაზების ერთმანეთის დახოცვით და სუმტრობით ერთმანეთის კვანტის, იმიტომ რომ ესენი ხო იქ მიდიან მე მოსკოვში და იქ ყვებიან რომ ეს ამით გადაიღალნენ, მოდი ჩანაცვლების მცდელობა ძალიან ზედაპირული უნდა და ინალ არძიმბათი. იმიტომ რომ ეს კრემლში გამოჩეკილი რაღაც არის. გამოუშვებელი კადრი აღმოჩნდა აფხაზებში. და კლასიკური საბჭოთა ამბავი გააკეთეს ეს ბჟანიას კარზე ანქვაბმა და ბჟანიამ მიიღეს ეს კაცი დიდი სამბით, დანიშნეს მინისტრად, რაღაც ბიუჯეტიც ჰქონდა იქ, რაც რემონტი გააკეთა საგარეო სამინისტროში, რაღაც ტელევიზორები დაკიდავითო აფხაზურის ჩაიცვა რაღაც სტანის აფხაზური არ იცოდა. თუმცა აფხაზური არ იცოდა და ვერ ჩაეწერა იქ ადგილზე რა. ისე ან მიიღეს კარგად, დახვდნენ კარგად, რაღაც ვითომ ფორმალურად და მე აშკარად შეუქმნეს ისეთი პირობები, რომ იქიდან გაქცეული იყო. და ამის შემდეგ უფრო სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითხს. აი კირიენკო უფრო მეთოდურად უყურეს, მათ შორის ახალი კადრების ამოსვლას. იმ თავრობაშიც ჟანიას ეგრეთ წოდებული თავრობაშიც ხო იყო ეს კრისტინა ოზგანი ახალგაზრდა შედარებით. გონი მოზგანის შვილი ალბათ ან შვილი ხო? შვილი არ კი. შვილი არის მოზგანის, რომელიც აეროპორტის საკითხი ჰქონდა და ეკონომიკა ჩავარებული, მაგრამ უფრო მეთოდურად, აი გარდა ბადრი გუმბასი, ჩანს რაღაც ახალი კადრები, ხო, აი მინისტრი. არძიმბასგან განსხვავებით კი. არძიმბასგან მინისტრი ახლა, ხო? აი ჩანს სხვა ახალი კადრები, მაგათ აი ვინ არიან? არა, ნაკლებად. ვიღაცები გამოჩნდნენ, მაგრამ ესეთი სერიოზული ლიდერები ნაკლებად გამოჩნდნენ. ნუ ინალ არძიმბა, რადგან ასეთ ინალ არძიმბა ბევრი მიზეზით აღმოჩნდა მიუღებელი აფხაზური საზოგადოებისთვის. მათ შორის პიროვნული ნიშნებით ის საკმაოდ ტოქსიკური პერსონაჟი არის ზოგადად აფხაზური პოლიტიკისთვის. ის მის იდენტობასაც კი ხას უსვამენ აფხაზები, იმიტომ რომ ფაქტობრივად რუსეთში უფრო მეტად რუსი არის, კი, გვარი აქვს ესეთი როქუხს ასე ვთქვათ აფხაზური საზოგადოებისთვის, მაგრამ თვითონ მასში რუსული იდენტობა უფრო მძლავრობს ვიდრე აფხაზური იდენტობას, აფხაზეთთან არანაირი შეხება არ ქონია და როგორც რაღაცა შიდა წყაროები ამბობენ, გვეუბნებიან ასე ვთქვათ იმ ხალხს, რომელთანაც მეტნაკლებად შეხება გვაქვს აფხაზ ექსპერტებთანაც, მას ჰქონდა მცდელობა რაღაცნაირად ბჟანია ჩაეჩოჩებინა, მას ჰქონდა მცდელობა უпроსტაობა ჩაეჩოჩებინა, თვითონ წამოჩიტულიყო ასე არ ქონდა არაფრის რესურსი. ხო, მაგრამ ამის რესურსები არ ქონდა რაღაც საზოგადოებაში არ ქონდა. თან ხო მან თავის დროზე რუსეთშიც დაკარგა თავისი პოზიციები, რატო წამოვიდა აფხაზეთში, ეგეც საინტერესო არის. ხა ჩვენ არ შევკრებილად დაგდა აქ რომ არძიმბას იმაზე ვისაუბროთ ბიოგრაფიაზე, მაგრამ რადგანაც მკითხეთ, თავიდან მან დაიწყო ძალიან ომახიანად თავისი კარიერა რუსეთში და უკვე კრემლში მუშაობდა, ჯერ კიდევ როდესაც რაღაცა 22 წლის ძალიან პატარა ასაკის იყო. თუმცა, როდესაც მისი კურატორის მთელი ეს გუნდი, რომელთაც დონბასში ვერ მიაღწეს იმ წარმატებას, რომელთაც უნდათ და ის უკრაინის თემებზე მუშაობდა, სურკოვის მიმართულება იყო. ის დონბასის მიმართულებით მუშაობდა სხვათა შორის ძალიან აქტიურად. ეს 2014 წელს, როდესაც დაიწყო ეს პროცესები და უკრაინაში შეჭრა რუსეთის აი ამ პერიოდიდან უგულისხმდა რაღაც მომენტში სურკოვი თელ თავის გუნდიანად, მათ შორის არძიმბასთან ერთად, პუტინისთვის უკვე მიუღებელი გახდა. ეხა იქ რა მოხდა ამაზე უკვე აღარ შეგაწყენთ. თავს ეს სხვა შეხვედრის თემა არის, თუმცა არძიმბასთვის მაინც რადგანაც ბუნებრივი წარმოშობის რადგანაც ის წარმოშობით აფხაზეთიდან იყო, ფიქრობდნენ რომ ამ მიმართულებით შეიძლება მისი გამოყენება და მას ჰქონდათ ეგრეთ წოდებული სპორტის ენაზე რო ვთქვათ კამბექის შესაძლებლობა აფხაზეთში, რომელიც მან აბსოლუტურად ვერ გამოიყენა კიდე. ბადრი, ერთ საკითხზე მინდა ვისაუბროთ და მოვასწროთ აუცილებლად ეს მნიშვნელოვანი საკითხი, როცა ვლაპარაკობთ ჩვენ ქართული და აფხაზური საზოგადოების შეხების წერტილებზე. იქ ეს ტაბუდადებული თემაა. ილაპარაკო საქართველოზე, ქართველებზე, ოდნავ პოზიტიურ ჭრილში, მაინც ეს არის ტაბუდადებული თემა. ეს არ შეიძლება იქ. ერთი
ყოფილი ვეტერანის გამოსვლა მახსოვს, მელოტი სუქანი კაცი არის და ნადარაია. ხო, ნადარაია, რომ ყვიროდა რომ მარტო ენგურზე უნდა ელაპარაკოთ ქართველებს, იმიტომ რომ სხვა შეხების წერტილი არ უნდა ქონდეს. აი ბჟანიას როცა იშვიათი ფაშისტი არის ხო, იშვიათი ფაშისტი არის. ბჟანიას ხო რაღაც პროგრამაში ეწერა რაღაც ერთი წინადადება, რომ ქართველებთან რაღაცა ზოგადი არაფერი უშინაარსო. საგარეო პოლიტიკის კონცეფციაზე იყო საუბარი. კონცეფციაზე რო იყო და ამაზე ხო ამოაღებინეს ის წინადადება. ამოაღებინეს ეგ და მაგაზე ნადარიას გამოსვლა ენგურზე უნდა ველაპარაკოთ მარტო. არის რაღაცა შეხების წერტილი მარტო. ენგური არის ერთ-ერთი და ძალიან ბოროტად იყენებენ ენგურის რესურსს, იმიტომ რომ იქ გამრიცხველიანება არ არის და მაინინგი მიდის და აფხაზეთი რომელიც 100,000 კაცს არ ცხოვრობს დღეს ალბათ მოიხმარს იმდენ ელექტროენერგიას რამდენსაც მილიონნახევრიანი ქალაქ თბილისი, მაგრამ არის კიდე ჯანდაცვის პროგრამა. არის ვაჭრობის სურვილი. იქ ეს რამდენად შეიმჩნევა, მათ აქვს დიდი ინტერესი ერთ აქეთ გადმოსვლის და რაღაცა სავაჭრო ურთიერთობების. მეორე თურქეთთან ვაჭრობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და თურქეთთან კავშირი, აი თუ რამე ინტერესი აქვთ არის ეგ და არის უვიზო მიმოსვლა. ჩემი შთაბეჭდილებით ეს არის. არის როგორ უყურებ ამ საკითხებს, რა ეტაპზე არის ეს საკითხები და როგორ უყურებენ აფხაზური ფორმალური ფრაზების მიღმა. როგორ უყურებენ ქართველებთან ურთიერთობის აუცილებლობას. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც აფხაზეთს ვსაუბრობთ, ისევე როგორც მაგათაც თუნდაც როდესაც ქართულ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავიაზროთ, რომ ეს მრავალფეროვანი საზოგადოება არის. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ იქ პროქართული პოზიციების მოძებნა და ისეთი ხალხის მოძებნა, რომელსაც რაღაცა საქართველოს მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები გააჩნია, საკმაოდ რთული არის. მათ შორის იმ ხალხშიც კი, რომელთანაც აი ამ რაღაცა მშვიდობის შენების პროგრამების ფარგლებში ქართველებს შეხვედრები გქონია. თუმცა ჩვენი შანსი სადაც არის, თქვა რამენაირად ამ ხალხთან დიალოგი დავალაგოთ, თუნდაც ეს სამოქალაქო დონეზე იყოს პირველ ეტაპზე, ეს არის მზარდი ანტირუსული განწყობები, რომელიც ჩემთვის ძალიან ცალსახა არის პირადად. და ეს ამას პოლიტიკური პროცესებიც აჩვენებს, რითაც დავიწყოთ კიდეც რომ რუსეთის სტრატეგიის შეცვლა მოუწია, ესეც რა თქმა უნდა აქედან არის განპირობებული, რომ უფრო ხისტი პოლიტიკიდან, რომელმაც უფრო მეტად გაზარდა ანტირუსული განწყობები აფხაზეთში, უფრო რბილ პოზიცია, უფრო რბილ პოლიტიკაზე გადავიდა, ეგრეთ წოდებულ soft powers-ზე, რასაც ვეძახით საერთაშორისო ურთიერთობებში და ეს რბილ პოლიტიკაზე გადასვლაც ერთი მხრივ იყო განპირობებული იმით, რომ აფხაზეთში იყო მზარდი უკმაყოფილება და დღემდე არის მზარდი უკმაყოფილება იმით, რომ რუსეთი უფრო მეტად ზრდის წნეხს ეკონომიკურს, პოლიტიკურს, ფინანსურს აფხაზეთზე და ისინი მიხვდნენ, რომ გარკვეულწილად რაღაც ერთგვარ ხაფანგში არიან მოხვედრილები, სადაც ერთი მხრივ მათთვის მიუღებელი საქართველო არის ერთი ვარიანტი, რომელიც საერთგანაც გამოხედვა არ უნდათ და მეორე მხრივ რუსეთი, რომელმაც შეუძლია 100-ჯერ იმაზე უფრო უარესი დამართოს მათ იდენტობას და მათ, რა ვიცი, ავტონომიურობის ნიშნებს, საერთოდ რაიმე ავტონომიურობა თუ გააჩნიათ, ვიდრე საქართველო. ანუ არის ხალხი, ვინც ამას იაზრებს. რა თქმა უნდა, ამას ახლა საჯაროდ არავინ იტყვის. ამ ხალხის ძირითადი ოპტიმიზმი უკავშირდებოდა საქართველოს იმ დროს ხა წლების წინ ლაპარაკობ სამწუხაროდ ამ ხრივ ვითარება შეიცვალა საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ, რადგანაც თუ მიმოვიხედავთ სოფლიოში ცოტა ადგილი არის ისეთი, სადაც იგივე ეთნიკური თუ ეროვნული უმცირესობების უფლებები არის ისე კარგად დაცული, როგორც ეს ევროკავშირში. არც ყოფილა კაცობრიობის უკეთესი სივრცე ამ ხრივ არ შეუქმნია, სადაც უმცირესობა ესე დაცული იყოს როგორც ევროკავშირში. ხო, ამიტომაც ესენი რა თქმა უნდა, ვინც ამას იაზრებს, მათ შორის არის იქ ხალხი, ახალგაზრდებიც არიან მათ შორის, რომელსაც უსწავლიათ ევროკავშირში, მაგალითად მიუღიათ ჩივნინგის პროგრამაში მონაწილეობა, უმოგზაურიათ მცირე ნაწილი არის, მაგრამ მაინც არის და რა თქმა უნდა, კარგად ესმით რა სხვაობა არის ევროკავშირსა და რუსეთს შორის. მაგრამ აი ეს განწყობები, რამდენად ითარგმნება პროქართულ განწყობებში, აი აქ უკვე ძალიან დიდი პრობლემას ვაწყდებით. ანუ რაც არ უნდა ადამიანი შეგვხვდეს განათლებული თუნდაც რაღაცა ევროპული განათლება ქონდეს, კარგად ესმოდეს დემოკრატიის ფასი, კარგად ესმოდეს სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ფასი და კარგად ესმოდეს რუსეთი რამხელა ეგზისტენციური საფრთხე არის აფხაზეთისთვის და არ უბრალოდ აფხაზეთისთვის როგორც ტერიტორიისთვის, არამედ აფხაზიერისთვის ზოგადად ენის პრობლემაზეც ისაუბრეთ თქვენ ინტროში სანამ საუბარს დავიწყებდით და ამ ხრივაც ძალიან დიდი პრობლემა აქვს, ეს რუსიფიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარეობა არის და მაგრამ მიუხედავად ანტირუსულ განწყობებს, ეს ჯერჯერობით პროქართულ განწყობებში არ ითარგმნება. რა თქმა უნდა, არის გარკვეული წრეები, რომელთაც სურს საქართველოსთან ბიზნესი აწარმოოს და ჩვენ რა ეხლა ცხოვრობდეთ რაღაცა ძალიან დემოკრატიულ ევროპული სტანდარტის ქვეყნებში, მე თქვენ გეტყოდით, რომ კი ბატონო, უნდა წავახალისოთ ადამიანთა შორის ურთიერთობა, უნდა წავახალისოთ ბიზნესი, გადმოვიდნენ, ივაჭრონ, წაიღონ, ჩვენც გადავიდეთ, ვივაჭროთ. იმ შემთხვევაში ჩვენ რო გქონდეს ისეთი სახელმწიფო, სადაც ეს
ამის გაკეთება უსაფრთხოდ შეიძლება და ამის გაკეთება ისე შეიძლება, რომ ეჭვები არ ჩნდებოდეს, ამით ვინმე მესამე ძალახო მესამე ძალახო არ ხეიროს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პირიქით დასახალისებელი იქნებოდა ეკონომიკური კავშირები, იმიტომ რომ არაფერი ისე ერთ რეგიონს არ აბამს სხვა ერთ ტერიტორიას, ესე ვთქვათ, რომ რამე ისეთი ფრაზა არ გამოვიყენოთ, მიუღებელი ერთ ტერიტორიას მეორე ტერიტორიას არაფერი ისე კარგად არ აბამს, როგორც ეკონომიკა. ამაზე უფრო უკეთესი წამალი არ არსებობს. მეორე მხრივ უვიზო მიმოსვლა, რა თქმა უნდა, არის ხალხი, რომელთაც აიღო მაგალითად საქართველოს მოქალაქეობა, არ არის დიდი რაოდენობა, მაგრამ აიღო საქართველოს მოქალაქეობა იმისთვის, რათა ესარგებლა ამ პრივილეგიით. რა თქმა უნდა, ესეთი ხალხიც არის. შესაბამისად, რაც მათ ჩვენთან აახლოვებს, არის რეალურად ჩვენი ის პრივილეგიები, ანუ ის სიკეთეები, რაც ჩვენ მათ შეგვიძლიათ შევთავაზოთ და მეორე მხრივ ამიტომაც არის სამწუხარო სწორად, რომ ესე ჩვენ თვითონ გავართ ამ სიკეთეების დაკარგვის საფრთხის წინაშე, იქ რა თქმა უნდა, რუსული ჭაობით როგორ შეიძლება მოხიბლო ის რუსულ ჭაობაში ცხოვრობს, შენზე კარგად ისმის ის რუსული ჭაობი. რუსული ჭაობი, ანუ შენ შეიძლება მოხიბლობით, რაც რუსული ჭაობისგან დააშორებს მას ხო საუკეთესო შემთხვევაში. არის კიდევ ერთ სხვა შორის ერთი დაკვირვება მაქვს კიდე, არ ვიცი რამდენად სწორია. ამ ენგური საოკუპაციო ხას თუ რამე არ აღიარებს და არ არსებობს თუ რამე სივრცისთვის არ არსებობს, ხა საეკლესიო წრეებისთვის არსებობს, ქართველ მღვდლებს იქით არ უშვებენ ხო, სახელმწიფოსთვის არსებობს, ექიმებისთვის, ქართველი ქურდებისთვის არ არსებობს. რაღაცნაირად ქურდული სამყარო არ აღიარებს ამ რაღაც დაყოფას და კრიმინალი თამაშობს დიდ როლს, ორგანიზებული დანაშაული კრიმინალი ქურდული სამყარო აფხაზურ საზოგადოებაში მაინც. ამ მხრივ კიდევ უფრო ის გარდატეხა რაც ნაწილობრივ ჩვენთან მოხდა და სამწუხაროდ ახლა უკან მივდივართ, მაგრამ იქ საერთოდ არც მომხდარა. რა როლი აქვს ეს შესაბამისად აკონტროლებენ ჩრდილოეთ ეკონომიკას, იქ დაპირისპირებები ადგილობრივ ჯგუფებს შორის, სროლები და დახოცვები და უბედურება. აი იქ რა როლს თამაშობს? ხო, მე ვფიქრობ, რომ კრიმინალი, ყოველ კრიმინალი რა მდგომარეობაში? კი, მე ვფიქრობ, რომ მაინც უფრო დიდ როლს თამაშობს ვიდრე ჩვენთან. რა თქმა უნდა, ჩვენ კრიტიკულები ვართ ჩვენი უკეთესი და უკეთესი ჩვენი სახელმწიფო იყოს, მაგრამ და ამ შედარებასაც ნუ გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, იქ გაცილებთ უფრო დიდ როლს თამაშობს. ხა მე მაინც დიდი ექსპერტი რო გითხრათ, რომ რაღაცა ქურდული სამყაროს არა, მაგრამ როგორც მე ვიცი, მათი იდეოლოგიიდან გამომდინარე, ეს რაღაცა პოსტნაციონალისტური იდეოლოგია არის. ხო, ისინი ერებს არ აღიარებენ. ამიტომაც ეგუარმარტივებთ თუნდაც იგივე აფხაზ კრიმინალებს. ცოტა მარქსისტულიც არის, მაგრამ კი, სხვასობრივიც. და რაღაც თვალსაჩინო ლიბერალურიც კი არის, მაგ ერთი კონკრეტული კომპონენტით. და რა თქმა უნდა, კლანური გარჩევები ხო ხშირი არის, განსაკუთრებით ბიზნესის გადანაწილებაზე. რა ვიცი, სროლებს პირდაპირ იმაში ხედავ პარლამენტში დეპუტატებს შორებს და შორის და ნუ იქ უფრო რაღაცა პიროვნული კონფლიქტი იყო, მაგრამ ესეც ერთ-ერთი იმის ნიშანი არის. გასვენებებში ერთი უცნაური რაღაცა მოხდება. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ეს არის ის გადმონაშთი, რომელთანაც რომისგანაც გათავისუფლებასაც სჭირდება მართლაც რეალური სახელმწიფოებრივი მიდგომა და მაშინ, როდესაც შენ ინსტიტუციები არ გაქვს ძლიერი. ხა ეს რო ოკუპირებული ტერიტორია ისე დე-ფაქტო არის, ამას თავი დავანებოთ, მაინც ინსტიტუციები მაინც სჭირდებათ მათაც თუნდაც იმ მენეჯმენტისთვის, იმ ტერიტორიის მენეჯმენტისთვის, სადაც ეფექტური კონტროლისთვის. რა თქმა უნდა. და ეს ინსტიტუციები, როდესაც არ არის ძლიერი პოლიცია, როდესაც არ არის ძლიერი, მათ არ აქვს შესაბამისი დაფინანსება, არ აქვს შესაბამისი ტექნოლოგიები და ბოლო-ბოლო, როდესაც სამხედრო და ძალოვან სისტემაში შენ პირდაპირ ხარ დამოკიდებული. და ეს ხო არ არის უბრალოდ სპეკულაცია, ეს არის კონკრეტული შეთანხმებებით გაფორმებული, რომ პირდაპირ არის დამოკიდებული რუსეთზე. როგორც ფინანსურად, ისე მენეჯერული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, როდესაც რუსეთს თავისთვის არ აქვს ეს მოგვარებული რაღაცა პროქსი იმაში, ეს მოგვარებული არ იქნება. თან, ნუ გვინდა არ გვინდა კავკასიას დამხრე აფხაზები გამონაკლისები არ არიან, სამწუხაროდ რაღაცა ეს ჰქონდა, რა ქვია, წამყვანი პოზიციები 90-იანებში ამ მიმართულებით და ეს დღემდე იქ საკმაოდ ძლიერი არის. ერთ საკითხს გალის ქართველობაზე მინდა ვეკითხო. რა ადგილი უკავია გალის ქართველობას? თავის დროზე მაგალითად აი ბაღებში აგვარი არის კაც ანქვაბის არჩევნები რო იყო, მაშინ მათ შორის სალაპარაკოც იყო, რომ აი ბაღებში პრეზიდენტი გახდა გალის ქართველების ხმით. ეს იყო დიდი ამბავი. და მაგის მერე გალის ქართველობის ცოლი ყავდა ქართველი ხო? ხო, ცოლი ყავდა ქართველი. სხვათა შორის ერთ ძალიან კარგი წიგნში მაგ წაკითხული პუტინის რუსეთის შესახებ, რომ აი პუტინი მაგ დროს როცა უყურებდა მოვლენებს, მაშინ ჯერ კიდე გარკვეული არ ქონდა, რა დამოკიდებულება ქონდა ამ ახლოს სამეზობლოში მიმდინარე მოვლენების მიმართ. და ვარდების რევოლუცია შეხვდა იმით, რომ არ იცოდა რასთან ქონდა საქმე, ნუ შევანაძე მიდის, შევანაძე ისედაც მათთვის გასაგები, რომ ცოტა ელცინივით, ანუ
ისედაც არ უყვარდა ჩევერნაძე და რო წავიდა, ნუ გასაგები მოვლენა იყო და არ იცოდნენ ამ ახალ ხალხზე რა უნდა ეფიქრათ. და ამიტომ არ უნერვიულიათ ასე ძალიან ვარდების რევოლუციაზე. პირიქით ბოლო მომენტში სცადეს, რომ ისე არ გამოვიდეს, რომ ჩვენ გარეშე რუსეთს გულისხმობ თუ აფხაზს? რუსეთს გულისხმობ, პუტინს გულისხმობ უშუალოდ, ხო, ივანოვი როცა გამოუშვეს აქ. და მოგონებები და რაც ჩანს, რომ პირველი სიგნალი პუტინისთვის რომ აქ რა ხდება, წინააღმდეგობა რატო ხდება, არის იყო სწორედ ბაღაფში ხაჯიმბას არჩევნები. ძალიან უცნაური, რომ ეს ამას მიიჩნევდა, რომ საერთოდ ეს მისი ჯიბი არის, ან რაღაც მისი ისეთ რაღაცა, რომ აქ ვინ გაბედა წინააღმდეგობა, ჩვენ ხაჯიმბას უჭერდით ხარს და რა სხვა სხვა აირჩიეს. და აქ იგრძნო პირველად, რომ ეს რაღაც არასწორი ხდება. მე უკრაინაში და ნარინჯისფერმა რევოლუციამ ეგ საბოლოოდ პანიკაში და ისტერიკაში გადაზარდა, რეშინოდა ეს მოსკოვში შეიძლება მოხდეს, ეგ სხვა ამბავია. და აქ გალის ქართველების როლი იყო მნიშვნელოვანი. ამაზე მინდა კითხოთ, როგორ უყურებენ, გადაუხვიენ პუტინის იმისკენ, მაგრამ ეგ დაპირისპირება მნიშვნელოვანი იყო და როგორ უყურებენ გალის ქართველებს აფხაზები და რა როლს ანიჭებენ ისინი მათ ეკონომიკაში, მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში, საერთოდ რა ადგილი უკავია? გულწრფელად მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად უყურებენ აშკარად. რა თქმა უნდა, კი, ეხა ეს მე არაერთ შეხვედრაზე ყოფილი ვარ თუნდაც იგივე აფხაზებთან აი სამშობლო პროექტების ფარგლებში და მათაც ყოველთვის ღიად ვეუბნებით, რომ რასაც თქვენ აპროტესტებთ და რაზეც მთელი თქვენი ნაციონალური ნარატივი არის აგებული, რომ ქართველები ესე გუშევდნენ, ჩაგრავდნენ, რაღაცა კოლონიალურ რეჟიმში გვამყოფებდნენ, უფლებებს გვართმევდნენ, ენას გვართმევდნენ. ზუსტად იგივე საკეთებთ თქვენს, ჩვენ ვაკეთებთ ამას თუ არა ცალკე საკითხია, თქვენ ეს ამბობთ ყოველ შემთხვევაში მეთქი, მაგრამ თუნდაც იგივე ზუსტად იგივე საიმეორებთ და აკეთებთ გალელებთან მიმართებაში. ანუ რაღაც თვალსაზრისით უარესაც კი. იმიტომ რომ ხალხ, ანუ შენ მაგათაც საკუთარ სახელმწიფოს უწოდებდა, გქონდეს რაღაცა ტერიტორიაზე გარკვეული კონტროლი და იქ ხალხს, რომელიც იქ ცხოვრობს, არ გადაადგილებულა ამ ტერიტორიის ნაწილი არის, მოქალაქეობასაც კი არ აძლევდა. ხო, ნუ ეს რაღაცა ამის ანალოგია არსებობს თუ არა, ნუ არ ვიცი, ხა რაღაცა შეიძლება სუდანში და ეგეთ ადგილებში სადაც აპარტეიდია. ხო, კი, ნეოაპარტეიდული მიდგომა არის. და ამ ხრივ გალელები მართლაც ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული ხალხი არის, საზოგადოება, რომელიც ანუ მიტოვებული არის ყველა მხრიდან, ჩვენც საქართველოს როგორც სახელმწიფო, თუნდაც ომის პერიოდის შემდეგ თლიანად რო ავიღოთ მთელი ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოს არსებობის პერიოდი, მათ პირდაპირ გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ვერ გაუწიეთ ის დახმარება და ვერ გაუწიეთ ის დახმარება, რომელსაც ისინი საჭიროებდნენ და მეორე მხრივ ისინი არიან განსაკუთრებული წნეხის ქვეშ აფხაზური მხრიდან, არაძლევენ მათ არც არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, არც უძრავი ქონების გაკონტროლების და მართვის უფლებას არაძლევენ, ანუ მაგალითად გალელებს, ისე როგორც მაგათ აფხაზებს შეუძლიათ, რომ ერთმანეთში უძრავი ქონება გაყინონ, რაღაცა ბიზნესი აწარმოონ, გალელებს ეს უფლება შეზღუდული აქვთ. მეორე მხრივ მათ უწევთ ენგურის ხიდზე უამრავი განსაკუთრებული რაღაცა მიმების გავლა, რა ქვია. ახლა ოდისე ახლა გამოვიდა და ცელადა კარიბდაო რო ამბობენ, ამაში გავლაც უწევთ სამწუხაროდ, მაშინ როდესაც იმ ტერიტორიაზე ბრუნდებენ, რომელსაც მათი სამშობლო არის, მათი ქვეყანა არის და ყველა მხრიდან არიან ისე ძალიან დიდი ინსტიტუციური წნეხის ქვეშ, რეპრესიების ქვეშ, მათი ძალიან უჭირთ საჯაროდ გამოსვლა და ამ პრობლემებზე საუბარ ფაქტობრივად ამის რესურსებიც არ გააჩნიათ და ეს არის სიტუაცია, რომელიც მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტად სამწუხაროდ გართულდება, რადგანაც აფხაზები ახლა თუნდაც აი ენაზე ვისაუბრეთ, ხო, ენას კარგავენ და რაოდენობრივად უფრო და უფრო ცოტანი ხდება, ეს ეთნიკური ბალანსი ისევ აფხაზებისთვის უარყოფით მხარეს გადაიხრება. და ისინი ახლა გრძნობენ აი ამ რაღაცა ეგზისტენციურ რისკს და ამ ეგზისტენციურ რისკს გრძნობენ, ვის უნდა მიადგნენ და რას უნდა მიადგნენ ამის გამოსასწორებლად. ხო, დემოგრაფიულ პრობლემას ვერ აგვარებენ, ამიტომაც წამოიწყო საუბარი იმაზე, რომ გალში სინამდვილეში მაგალითად ბევრი ეთნიკურად აფხაზი არის, რომელიც გაქართველდა და წამოიწყეს პროგრამა მათი აფხაზების ისევ, ანუ ოღონდ ამას გააფხაზებას და უკან დაბრუნებას, ანუ თავისი ფესვებისკენ დაბრუნებას ეძახიან, რომ რამენაირად ეს ეთნიკური ბალანსი შეცვალონ და რამენაირად გამოაცხადოს. კარგად ესმით, რომ მათრიგებში იმდენი მეგრელია, რომელიც გააფხაზდა რაღაცა სხვა. ხო, ხაი იმდენი საუკუნე იყო ჩვენი თანაცხოვრება, რომ მან რთულად გამოსაძებნია, ვის რა ფესვებია. საბჭოთა პერიოდში ძალიან კონკრეტული ამოცანებიც იყო, ხო, აქ? კი, რა თქმა უნდა. პოზიტიური დისკრიმინაციის გამო, რა ვიცი.
ბაზრის დირექტორი ყოფილიყავი, ჯობდა რომ ყოფილიყავი აფხაზი და კი, ნუ ეს ბოლო იმებში განსაკუთრებით. ბოლო 60-იანი წლების მერე სხვა შორის განსაკუთრებით ჩემს შევდა. ამ თემებზე საუბარი შემიძლია არ დავამთავრო, ძალიან მაინტერესებს ბადრი, მადლობა ძალიან დიდი ამ კვალიფიციური მოხმობისათვის. ამაზე უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ ჩემი აზრით და პულსზე უნდა გვედოს ხელი, ესე უნდა გვედოს ხელი პულსზე პოლიტიკურ კლასს, მედიას, საზოგადოებას, რომ არ გამოგვრჩეს რაღაცა მომენტი, როდესაც არ რაღაც ერთ ფაშად მოხდება რაღაცა დიდი. არა, მაგრამ ვიცოდეთ რა ხდება იმ საზოგადოებაში, რომ მე არ გავოცდეთ, რაღაც ისეთი დაგხვდეს იქ, რომელიც სიახლე იქნება. ერთ კომენტარს გავაკეთებ, სწორედ რაც აღნიშნეთ ამ მედიასთან დაკავშირებით, ქართულ მედიას უამრავი პრობლემა აქვს, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ამიტომ მე ვარიდებ ხოლმე თავს, რომ ის რაღაც კრიტიკული თქვა საერთოდ, მაგრამ ამიტომ მე მინდა თქვენ მადლობა გითხრათ, რომ მე ვაკვირდები, რომ აქცევთ ყურადღებას ამ თემებს, კონფლიქტის ზონაში რა ხდება, საოკუპაციო ზონაში რა ხდება, ამაზე ხშირად აკეთებთ სიუჟეტებს და მინდა სხვა მედიასაც მოუწოდო, რომ ამას უფრო დიდი ყურადღება მიაქციოს, იმიტომ რომ მან სხვათა შორის ბევრი ისეთი რამეც ხდება ხოლმე, რომელიც მე ჩვენთანაც მეორდება, ასე თქვა, ეს ერთგვარად ისიც არის სახელმძღვანელო, სახელმძღვანელო, რომელიც და შვილებს შეიძლება კიდე ერთ და იგივე სახელებს ვარქმევთ. და ერთ და იგივე სახელები შეიძლება იყოს ბევრი ბადრი ცხოვრობს აფხაზეთის სხვაში. ეს სახელი უყვართ პრეზიდენტი ხოთ. ასე ლაშა უყვართ სახელი ძალიან. ბევრი ლაშა. აფხაზური წარმოშობა. აფხაზური წარმოშობა აქვს და ქართველებსაც გვიყვართ ლაშა სახელი და აქეთაც. და ეგეთ ბევრი საერთო სახელები ბევრია. მადლობა ძალიან დიდი ბადრი ბელქანი კონფლიქტების კვლევარი იყო ჩვენთან ერთად.